ნათიას ხუთშაბათის ხელსაბამი, ოთხშაბათი წვანია ეგეთა. არ დამცალდა არც ერთის გაკეთებას უნჩი ვისაც ვიღარს ვნახავ, ეს 2 და კიდევ 7 გუშინ მძარცველებმა მოიპარეს. დღისით, მზისით, უფრო კონკრეტულად თუ იქნებით დღისით, მაგრამ წვიმაში, 3 მძარცველი, რომელიც შენებული იყო როგორც მშენებელი, ლურჯში შევიდა ფანჯრიდან და ეს ძვირადღირებული, უпроსტად ფასდაუდებელი სამკაულები ლურიდან 7 წუთში გაიტანა. სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდათ ამისთვის. მძარცველები მივიდნენ შენობის იმ ფასადთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. გადაცმული იყვნენ თვითონაც როგორც მშენებლები. სატვირთო მანქანის კიბე მიადგეს, რომელიც წინასწარ გამზადებული ჰქონდათ. შეძურნენ მეორე სართულზე აპოლოს გალერეაში. მერე ბენზინზე მომუშავე ხერხით გაჭრეს ვიტრინა, რომელშიც მოთავსებული იყო ძვირფასეულობა და წახრიალეს. მერე უკან გადმოძურნენ, სკუტერებზე დასხდნენ და მიიმალნენ. ნაპოლეონის სამკაულების კოლექციიდან მოიპარეს 9 სამკაული. ყელსაბამი, ბროში, დიადემა. წაღებულ ნივთებს შორის არის ბრილიანტის და საფირონის დიადემა, რომელიც ეკუთვნოდა საფრანგეთის უკანასკნელ დედოფალს მარია ამალიას, ასევე წაღებულია საფირონის ყელსაბამი და საყურეები, რომელიც ნაპოლეონის მეორე ცოლს მარია ლუიზას ეკუთვნოდა. იმპერატრიცა ევხენიას საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც 1300 მეტ ბრილიანტს მოიცავს, მუზეუმის გარეთ იპოვეს გატეხილი, იმიტომ რომ ეთყობა სკუტერზე რო ხდებოდა, მაშინ დაუვარდათ და გატყდა. გაძარცვეს ძალადობის გარეშე პროფესიონალურად მშვიდადო, თქვა კულტურის მინისტრმა. ამაზე ის გამახსენდა, იწოდა მშვიდადო, მერე მოვიდნენ ჩააქრესო. ესენიც მალე მოვიდნენ, ანუ საფრანგეთის პოლიცია მალე მივიდა, მაგრამ დიდად ვერაფერი ვერ ქნა. აღმოაჩინა ხერხი, რომელთაც გადახერხეს, სატვირთო, ამრეკლავი ქურთუკები, ხელთათმანები. და ესენი ვერ აღმოაჩინეს, ანუ ჯერჯერობით მძარცველები დაკავებულები არ არიან. სათათო კამერაში ჩანს, როგორ მიდიოდნენ სკუტერებით პარიზის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ძალიან ბედნიერები. მაკრონმა პირობა დადო, რომ აუცილებლად დავიჭერო. კეჩეძე. აი, ასეთი სამწუხარო ინფორმაცია. Bye bye.